რატომ ვამბობთ, რომ არიან პოლიტიკური პატიმრები? შეუძლებელი იყო იმის გარჩევა, ვის რა შეიძლება ესროლა მათი როგორც პოლიციელების მიმართულებით. მე გახლავართ ომარ ფურცელაძე, ჯანო არჩაიას და გურამ ვერცხულავას უფლებადამცველი ადვოკატი. ისევე როგორც ბატონ ჯანოს, ასევე გურის წარდგენილი აქვთ ბრალად 225 მუხლის მეორე ნაწილი, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. დაკავებიდან 48 საათში სასამართლომ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების სახით ყველაზე მძიმე ფორმა, პატიმრობა. სამართლებრივად არსებობს 3 კრიტერიუმი, რის გამოც შეიძლება პირი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე იყოს პატიმრობაში. ის გახლავთ მიმავლის საფრთხე, გამოძიებისთვის ხელშეშლა, მტკიცებულებების განადგურება მათ შორის და ახალი დანაშაულის ჩადენა. კანონმდებლობა ისე განიხილავს, რომ მოწმეზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს მაშინ, თუ მოწმესა და ბრალდებულს შორის არსებობს გარკვეული ტიპის სოციალური, ეკონომიკური, ფინანსური ან სხვა მხრივ სუბორდინაციული, მაგალითად დამოკიდებულება, რაც ობიექტურ ადამიანს აფიქრებინებდა, რომ შეიძლება ბრალდებულს გავლენა ჰქონდეს მოწმის ნებაზე. ამ შემთხვევაში და იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ეს ადამიანი იყო პოლიციის თანამშრომელი, ყველა ის ადამიანი იყო სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელი, ბუნებრივია გავლენაზე საუბარი ბატონი გურის, ბატონი ჯანოს მხრიდან ფაქტობრივად ნულოვანია. რაც შეეხება მატერიალურ მტკიცებულებას, ვიდეო მასალას, რომელიც ამოღებული იყო და უკვე ექსპერტიზა იყო ჩატარებული, ბუნებრივია ეს ეგავლენას არ ექვემდებარებოდა არანაირად, ის მატერიალური ფორმით უკვე არსებობდა, ერთის მხრივ სამართალდამცავ უწყებაში, ხოლო მეორე მხრივ სასამართლო არქივიც კი ინახავდა უკვე. ეს პირები არ ყოფილან არის დროს ნასამართლები, სისხლის სამართლის წესით. არ ყოფილან ნასამართლები, უпростоრად ადმინისტრაციულ სახელად დაკისრებული პირები ადმინისტრაციულად. ბუნებრივია იმის მოლოდინი, რომ ისინი თავიდან და ხელახლა ჩაიდენენ ახალ დანაშაულს, არის ძალიან დაბალი. ჩვენ მათ შორის მზად ვიყავით ჩაგვებარებინა პასპორტები, რაც აუცილებელი პირობაა საზღვრის გადაკვეთისთვის. სასამართლოს გარდა უშუალოდ აღკვეთის ღონისძიებისა, როგორც არის გირაო მაგალითად, დამატებით შეუძლია პირის აუგზავნოს სახლიდან გასვლა. დროის გარკვეულ მონაკვეთში შეუძლია აუგზავნოს კონკრეტულ ლოკაციასთან ან ადამიანებთან მიახლოვება. ზუსტად იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს განმეორების რისკი, განმეორების საფრთხე და ასე შემდეგ. რატომ ვამბობთ, რომ არიან პოლიტიკური პატიმრები? აღკვეთის ღონისძიება, რომელიც რეალურად პრევენციული მექანიზმია, რომ ადამიანმა მართლმსაჯულებას ხელი არ შეუშალოს, თვითონ აღკვეთის ღონისძიება იყო გამოყენებული როგორც სადამსჯელო ღონისძიება. უფრო მარტივად ადამიანურ ენაზე რო ვთქვათ, მათ წაართვეს მათი ცხოვრების 5 თვე და ალბათ ეს გაგრძელდება 9 თვემდე, უკვე წაართვეს და ეს უკვე დადასტურებულია ყოველგვარი სამართლებრივი, ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე ერთადერთი პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივიზმის ნიშნით დევნის მოტივით და საფუძველზე. ნახეთ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ბიჭებს ვრალად უყენებენ, რომ მძიმე საგანი ესროლეს პოლიციას. არის ფიქრობთ, რომ ჩემი ინტერპრეტაცია ბრალის დადგენილებაში წერია, რომ მძიმე საგანი გამოიყენა გურიმ ვერცხულავამ და მძიმე საგანი ისროლა ჯანო არჩაიამ და რატომ არ წერია, რომ მაგალითად რო ქვა ისროლა, რატომ არ წერია, რომ რკინის რაღაც ნაჭერი ისროლა, რომელიც ვინმეს მოხვდა და დააზიანა. არც ერთ შემთხვევაში არავინ დაზიანებული არ არის, ყოველ შემთხვევაში ამას ბრალდება ვერ აჩვენებს, რომ ამ ხალხმა რომ ისროლეს რაღაც, ამ რაღაცამ ვინმე დააზიანა, ამას ვერავინ და ვერაფერი ვერ ადასტურებს, არც თვითონ აქვთ ამბიცია, რომ ამას სადმე დაადასტურებენ. თუნდაც ჩავთვალოთ და დავითანხმოთ ბრალდებას, რომ რაიმე ისროლა ჯანო არჩაიამ. შეუძლებელია იმის განსაზღვრა რა მიმართულებით ისროლა და შეუძლებელია იმის განსაზღვრა სად ისროლა. ვიდეო მასალითაც კი, იმიტომ იმდენად მცირეა, არც ძირს ჩანს დავარდნილი რა საგანია, არც ხელში ჩანს საერთოდ რაიმეს იღებს თუ არა და არც კადრზე ჩანს ეს საგანი სადმე მოძრაობს თუ არა. რაც შეეხება გურიმ ვერცხულავას შემთხვევას. როცა ამბობენ, რომ არსებობს მტკიცებულება, რეალურად არსებობს 13-წამიანი ვიდეო, რომელიც შედგება 3 ნაწილისგან და ძალიან ცუდი მემონტაჟის გაკეთებულია და რატო? პირველი კადრი, რომელიც გრძელდება დაახლოებით 5 წამი, ნაჩვენებია ქვაფენილზე დავარდნილი ქვა. ამის შემდეგ ჩანს კადრი, სადაც მშვიდად დგომი გურიმ ვერცხულავა არის საქართველოს დიდი დროშით ხელში. ერთ-ერთ ქუჩაზე პარლამენტის მიმდებარედ და ბოლო წამში ჩანს რაღაც გარკვეული დაუდგენელი მოქმედება გურიმ ვერცხულავას, სადაც ის იხრება და წელში იმართება.
ჩვენ მოვითხოვეთ უწყვეტი კადრის წარმოდგენა, მათ მოიპოვეს და აიღეს უწყვეტი კადრი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე უნდა ქონოდეთ. და უწყვეტ კადრში უკვე ქვა გაქრა. ფაქტობრივად მათ აღიარეს, რომ პირველი 5 წამიანი მონაკვეთი, სადაც ქვა იყო ნაჩვენები, იყო ხელოვნურად მონტაჟის შედეგად მიბმული. ჩვენ უკვე მიგვიწვდება ხელი ყველა ეგრეთ წოდებულ დაზარალებულის გამოკითხვის ოქთან. ის ადამიანები თვითონვე საკუთარ ჩვენებაში ამბობენ, რომ ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას დაასახელონ პირი, ვისი ქმედების შედეგადაც მიადგა ზიანი. უფრო მეც გეტყვით, ეს ადამიანები ამბობენ, რომ შეუძლებელი იყო იმის გარჩევა, ვის რა შეიძლება ესროლა მათი როგორც პოლიციელების მიმართულებით. პირდაპირ არის ნაჩვენები და მითითებული ექსპერტის მიერ, რომ ამ ადამიანების დაზიანების ხარისხით შეუძლებელია იმის დადგენა, როდის მიიღეს ეს დაზიანება. რამდენი ხნის წინ მიიღეს დაზიანება. ის შემთხვევითი არ გეგონოთ, ბრალდება და პროკურატურა ნამდვილად არ მოიტანდა მათი პოზიციის საწინააღმდეგო მტკიცებულებას, რომ არ დამდგარიყვნენ ამის აუცილებლობის წინაშე. მათ მოუწიათ ამ მტკიცებულების მოტანა იმდენად, რამდენადაც ამაზე მყარი დამტკიცე არაფერი არ აქვთ და არ გააჩნიათ.